დავხედოთ ცოტა დროში როგორ ხდება ესა. ეს სანქციები არის დაწესებული დიპლომატებზე. დიპლომატიური ვიზაზე არის საუბარი და ნიშნავს რომ ვინაიდან გაუქმება ხდება დიპლომატიური ვიზას ნიშნავს ერთდროულად რომ თქვენ არ ხართ ლეგალური წარმომადგენელი მთავრობის. იგივე გზავნილი არის სწორედ რომელიც იყო მაკრონის როცა დაურეკა ბიძინა ივანიშვილის ესეც იყო იგივე ნიშანი რომელიც ამბობდა რომ თქვენ არ ახართ არ მინდა საუბარი არც პრემიერთან არც რომელიმე მინისტრთან მაგრამ მინდა საუბარი იმიტომ მიმაჩნია რომ არის მთავრობა და ამ პოზიციაზე დგას მთელი ევროპა თუ გვერდით დავდევით უნგრეთი მთელი ევროპა ამ პოზიციაზე არის ესე იგი ევროპა ამერიკა აღარ ცნობს ამ მთავრობას არც პარლამენტს, არც მთავრობას, არც დეპუტატებს და არც ასე როგორ ვთქვათ, ასე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია. კი, და ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგის სწორედ არის ის, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ მინისტრზე იყო საუბარი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს მოიხსენიებს როგორც ქართული ოცნების წევრს და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს. ეს არ არის სხვათა შორის პირველი შემთხვევა. ბლინკენის განცხადებაშიც ასევე იყო ქართულ ოცნებას მოიხსენიებენ და არა როგორც ხელისუფლებას და ეს ძალიან ხაზგასმულია და რა თქმა უნდა ეს აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს ამ არ ვიცი თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ. აი როგორ გამოიყურება დღეს ეს რეჟიმი ჩვენი პარტნიორების თვალში? მეორე მხრივ უნდა თქვათ რომ ვიზა ლიბერალიზაცია რომელიც არ გაუქმეს ეს არის ქართული ერის დაცვა. ეს არის მოქალაქეების დაცვა. ესე იგი არის სასწორი, რომელზეც ერთი არის დამიზნებული ეგრეთ წოდებული მთავრობა და მისი წარმომადგენლები და მეორე მხრივ სულ სხვა ხედვა არის, რაც არის მოქალაქეებზე. ეს დიდი განსხვავება არის და ყველაფერი არის დამიზნული ამ მიმართულებით. თუ მოისმინეთ რაც თქვა მაკრონმა თქვით ბლინკენზე და სხვებზე, იგივე გზავნილები არის, იგივე მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი. კი, მაკრონი, რომელიც ტელეფონზე ესაუბრება ივანიშვილს, ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, მაგრამ აი რა განაცხადია ესეც და აი ფრანგული დიპლომატია, დიპლომატიის დეტალებში არის. ხო, დეტალები ფუძემდებელია შეიძლება ითქვას, ხო, საფრანგეთი ზოგადად აი ამ დიპლომატიური ეტიკეტის და სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან არაფორმალურ ლიდერთან საუბარი რას ნიშნავს თქვენი აზრით? სწორედ ესე იგი განსხვავება არის, რაც არის არაფორმალური მთავრობა არალეგიტიმური მთავრობა და მეორე მხრივ არის არაფორმალური ლიდერი. ის არ ესაუბრება პრემიერს, ეგრეთ წოდებულ პრემიერს, თვითმარქვია პრემიერს, არამედ ესაუბრება. მეორე მხრივ შემდეგ დღეს არის გზავნილი პირდაპირ მიმართული ქართულ ხალხს. ეს ძალიან საინტერესო ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა იყო, ძალიან სწორი აქცენტებით და აი რა იყო ის ყველაზე საგულისხმო, რაც იმედის მომცემია ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე მე ბოლო 19 დღეზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხანია, ხო? აი ეს პროცესი გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს და არა მარტო გაყალბებული, მაგრამ ეს რაღაც აი ბოლო წერტილი იყო, რის შემდეგაც ადამიანები ყველა პროფესიის, ყველა სფეროს, ყველა ასაკის, ყველანაირი ცენზის ადამიანებმა ჩათვალეს, რომ მათ უნდა ხმამაღლა გამოხატონ ეს პროტესტი. მოქალაქეებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი გამოსვლები არის უაზრო, პირიქით. მთელი სოფლიო გიყურებს. ეს არის ერთადერთი მაგალითი, რომელიც 20 დღის განმავლობაში რომ არის გამოსვლები, ეს არის ევროპაში არ ხდება ასეთი რამეები. ამდენი ხალხი და ხალხი დაჯერებული რომ არის ამის უკან დგას მათი მომავალი. და დარწმუნებული ვარ რომ დგას მათი მომავალი. იგივე უნდა გავიმეოროთ, რაც იყო, როცა მივიღეთ კანდიდატურა. უნდა ვაჩვენოთ რომ არის ერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროპისთვის. რომ ადამიანები არის ამის უკან და ამას იღებენ მხედველობაში.
რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილს აი ამ ვითარებაში, რაც ხდება ბოლო დღეები და ამერიკის შეერთებული შტატებიც ამზადებს სანქციებს, აი ეხლაც გავრცელდა პლატფორმა X-ზე ალექს რაფალოღლუს ტვიტს ვკითხულობდი, რომელიც ამბობს, რომ მილერთან საუბრის შემდეგ შემიძლიაო დაბეჯითებით თქვა, რომ სანქციები ქართული ოცნების ოფიციალური პირების მიმართ ძალიან მალე აი მომდევნო კვირებში იქნებაო. სანქციები ერთი არის, მაგრამ შედეგები სანქციების საინტერესო არის. თუ მე არა ვარ ივანიშვილის ადგილზე, მაგრამ მის ირგვლივ არის ბზარი, რომელიც გამოჩნდება. არის რატომ დღეს მაგალითად აღარ არის სამართალდამცველები და გამოუშვეს ტიტუშკები. ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ უკვე შინაგან განწყობაში არის ბზარები, არის უთანხმობა, როგორც ვხედავთ ალბათ სამართალდამცველებთან და შინაგან სამზარეულოში ვთქვათ, არის ალბათ მთავრობაშიც არის სხვადასხვა პოზიციები, ყველაფერი ჩვენ გარედან როცა უყურებთ ამას, ჩვენ გონდიან რომ ყველაფერი წყნარი არის და არ მიდის ამ მიმართულებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შიგნით არის დიდი სხვაობა, არის ადამიანები, რომელიც არ არიან თანახმა და ესეც ვნახეთ, როცა იყო, ჩემს აზრით, როცა იყო ნაძვისხის საკითხი, როცა დადგა. მე მგონი ამაზე იყო რაღაცა ტირაჟი და არ იყვნენ თანახმა მათ შორის და დაიხიენ უკან. ეს ნიშანი არის, რომ შეიძლება დავახელვინოთ. კი ბატონო. და მოდით ვთქვათ, აი ბოლო სანქციებთან, უბრალოდ აი ამ დიპლომატიური პასპორტის შეზღუდვებთან, მქონე პირების შეზღუდვებთან დაკავშირებითაც, რა გავლენას იქონიებს ეს იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ, მე გულისხმობ დიპლომატებს, ელჩებს იმ ქვეყნებში, ვინც არიან ევროკავშირის ქვეყნებში, მათაც აქვთ ეს დიპლომატიური პასპორტები. ცოტა უფრო რთული არის, მე არა ვარ გარკვეული დეტალებში ამაში, მაგრამ არის სიმბოლური ნიშანი არის სიმბოლური გზავნილი არის რა შედეგები არის ვიცით რომ შესაძლებელი არის რომ აიღონ მეორე პასპორტი ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაცია არის ზალაში და შეიძლება სხვა პასპორტით წავიდნენ უცხოეთ ქვეყნებში კი ბატონო მაგრამ სიმბოლური არის ეს სიმბოლურია რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და